2015 წლის 1 მარტიდან საქართველოში რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება. ავტომობილების ტექ-დათვალიერება მძღოლებისათვის წელიწადში სავარაუდოდ 50 ლარი ეღირება. საქართველოს მთავრობაში გადაწყვეტილებას ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებისა და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის საჭიროებით ხსნიან. მძღოლები ახალ ინიციატივას დადებითად აფასებენ და მის საჭიროებაზე საუბრობენ, თუმცა ნაწილი მიიჩნევს, რომ თანხა ნაკლებად ხელმისაწვდომია. მათი უმეტესობა თვლის, რომ ტექ-დათვალიერებისათვის დაწესებული ტარიფი 30 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. არსებული მონაცემებით საქართველოს ტერიტორიაზე 900.000-მდე მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული. თემაზე უფრო ვრცლად მთავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ. რაც თავისუფლად გაზრდის საგზავნო მოძრაობის უსაფრთხოებასა დადებითად აისახება გარემოს დაცვაზე. გარდა ამისა, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება შეუერთებლად შეძლებს, რომ საერთაშორისო საგზაო მოძრაობაში ჩაერთოს. მივესალმებით ჩვენ ტეხასმოთ, იმიტომ რომ ბევრი მაშინები ისეთები დადიან, გენაცვალე რომ ჩაჯდომაც კი შეგეზარება. ამიტომ გამონაბოლი შემოწმდება ეკოლოგიურად დასუფთავდება ქალაქი და ძალიან კარგია. ახლა 50 წლის განმავლობაში ეს ის თანხა არ არის, რომ გაცმა ვერ გადაიხადოს, რატო იქნება უსაფრთხოება დაცული. ძვირი იქნება ალბათ, ხალხს გაუჭირდება მაგის აღება. ალბათ საჭიროც არის რაღაც შემთხვევაში. საკმაოდ მოძველებული მანქანები დადის ქალაქში და ჯობია რომ შემოვიდეს ეს კანონი და ცოტა განდვირთვა იყოს ქალაქში.